შეხედეთ ამ ძაღლს. მას აქვს თავი, რომელიც თითქოს გრანიტისგან არის გამოკვეთილი. მას აქვს ყბები, რომელსაც შეუძლია რკინის ჯაჭვი გაწყვიტოს და როცა ის ქუჩაში მოდის, ხალხი ინსტინქტურად გზის მეორე მხარეს გადადის. მათ გონიათ, რომ ეს არის უკონტროლო მონსტრი, მკვლელი პიტბული, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება თავს დაგესხათ. მაგრამ ეს ხალხი ცდება, თან ძალიან ცდება. ინგლისში, საიდანაც ეს ჯიში მოდის, მას სულ სხვა სახელი აქვს. მას არ ეძახიან მკვლელს, მას ეძახიან the nanny dogs, ანუ ძიძა ძაღლს. დღეს ტოპ არხზე ჩვენ ვისაუბრებთ ამ ძაღლზე, რომელიც არის მოსიარულე პარადოქსი. ეს არის სტაფორდშირის ბულ ტერიერი, ინგლისელი ჯელტმენი, გლადიატორის სხეულში. დღევანდელ ვიდეოში თქვენ გაიგებთ იმას, რასაც ზოომაღაზიებში არ გეუბნებიან. რატომ არის ქათმის ხორცი ამ ძაღლისთვის ნომერ პირველი მტერი? რატომ ეძახიან მას ძიძას და მართლა შეიძლება თუ არა მისი ბავშვებთან დატოვება? და რა არის ის სპეციფიკური კივილი, რომელიც მხოლოდ ამ ჯიშს ახასიათებს? მოემზადეთ, რადგან ამ ინფორმაციას სხვაგან ვერსად ვერ მოისმენთ. გამოიწერეთ ტოპ არხი და მოდი დავიწყოთ. მოდი, პირველ რიგში გავარჩიოთ მთავარი თემა, რომელიც ყველას აინტერესებს. რატომ ძიძა? ეს მარკეტინგული ტრიუკია თუ სიმართლე? ისტორია იწყება მე-19 საუკუნის ინგლისში, სტაფორდშირის რეგიონში. ეს იყო მაღაროელების და მუშების ქალაქი. მაშინდელ ინგლისელ მუშას არ ჰქონდა დიდი სახლი. მათ ჰქონდათ პატარა და ვიწრო ბინები, სადაც ცხოვრობდა დედა, მამა, 5-6 ბავშვი და მათი ძაღლი. აი აქ არის საიდუმლო. სტაფორდშირის ბულ ტერიერი გამოიყვანეს ბრძოლებისთვის, ბულდოგის და ტერიერის შეჯვარებით. ბრძოლებისთვის კი საჭირო იყო ძაღლი, რომელსაც ექნებოდა არანორმალურად მაღალი ტკივილის ამტანობა. სწორედ ეს თვისება გახდა გადამწყვეტი ოჯახისთვის. პატარა ბავშვები ძაღლს აჯდებოდნენ ზურგზე, ეკაჩებოდნენ ყურებზე, თითებს უყოფდნენ თვალებში. სხვა ძაღლი ამ დროს იკმინება, რადგან ტკივა. სტაფი? სტაფისთვის ბავშვის მოკაჩვა კოღოს ნაკმენივითაც არ არის. მას ეს უბრალოდ არც ტკივა. პლუს ამას მას აქვს უსაზღვრო სიყვარული ადამიანის მიმართ. სწორედ ამიტომ ინგლისელები მშვიდად ტოვებდნენ ბავშვებს ამ მონსტრთან ერთად. მათ იცოდნენ, ბავშვმა რაც არ უნდა ატკინოს, სტაფი არასდროს უპასუხებს აგრესიით, ის მოითმენს. აი ეს არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც ეძახიან მას nanny dogs. მაგრამ დაიმახსოვრეთ, დღეს კინოლოგები გვაფრთხილებენ, რაც არ უნდა კეთილი იყოს ძაღლი, მცირეწლოვანი ბავშვის დატოვება ნებისმიერ ცხოველთან მარტო მეთვალყურეობის გარეშე არ შეიძლება. სტაფი ძიძაა, მაგრამ ბავშვი მაინც ბავშვია. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე პრაქტიკულ ნაწილზე. თუ სტაფის ყიდვას აპირებთ, ეს ნაწილი ზეპირად უნდა იცოდეთ, თორემ ვეტერინარებთან სიარულით გაკვდრდებით. სტაფორდშირის ბულ ტერიერს აქვს ერთი დიდი აქილევსის ქუსლი. ეს არის კანი. ისინი მიდრეკილნი არიან ოტოპიური დერმატიტისკენ. როგორ გამოიყურება ეს? თუ ხედავთ, რომ თქვენს ძაღლს უწითლდება თათები თითებს შორის, უჩნდება მელოტი ადგილები თვალების გარშემო, ან გამუდმებით იფხამს იღლიებს, ეს ალერგიაა. რითი კვებავენ არასწორად პატრონები? უმეტესობა ყიდულობს ძაღლის საჭმელს, რომელსაც აწერია ქათამი. გაჩერდით. სტაფების დაახლოებით 70%-ს აქვს აუტანლობა ქათმის ცილაზე. ქათმის ხორცი არის ყველაზე გავრცელებული ალერგენი ამ ჯიშისთვის. ასევე პრობლემაა ხორბალი და სიმინდი, რასაც იაფფასიან საჭმელებში ყრიან ხოლმე. რა არის გამოსავალი? თქვენ არ გჭირდებათ თხის დევნა მთაში. გამოსავალი მარტივია. უნდა იყიდოთ ისეთი მშრალი საკვები, რომელსაც აწერია ბატკანი და ბრინჯი. ეს ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია. ან თევზი ორაკულიც. ესეც იდეალურია კანისთვის და ბეწვისთვის. ასევე კურდღლის დანამატითაც საკმაოდ კარგია. ვეტერინარები ამას ეძახიან მონოპროტეინულ დიეტად. ანუ თუ სტაფს აიყვანთ, დაივიწყეთ ქათამი და გადადით ბატკანზე ან თევზზე. თქვენი ძაღლის კანი მადლობას გეტყვით. მეორე საფრთხე ეს არის სიცხე. სტაფს აქვს მოკლე ცხვირი. მას ძალიან უჭირს სუნთქვა სიცხეში. ზაფხულში 30 გრადუსზე მისი გარბენა ან მანქანაში დატოვება თუნდაც 5 წუთით სასიკვდილოა.
მათ ძალიან სწრაფად ემართებათ სითბური დარტყმა. ზაფხულში ასეირნეთ მხოლოდ დილას ან საღამოს. თუ გგონიათ, რომ ძაღლი მხოლოდ ყებს, თქვენ სტაფი არ გყოლიათ. ამ ჯიშს აქვს უნიკალური ვოკალური მონაცემი. როცა მას რაღაც უნდა, ან როცა ძალიან უხარია, ის არ ყებს, ის კივის. ამას ეძახიან სტაფის კივილს. ეს გავს რაღაც უცნაურ, უცხოპლანეტურ ხმას, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და ხანდახან შემოწუხებელიც. მაგნიტური მიჯაჭვულობა. ჩვენ ხშირად ვამბობთ სხვადასხვა ძაღლებზე, რომ პატრონზე ძალიან არიან მიჯაჭვულები, მაგრამ სტაფი სულ სხვა ლეველია. ის არ არის უბრალოდ ერთგული, ის არის თქვენი ჩრდილი. წახვალთ სამზარეულოში, ის ფეხებში გედევათ. დაჯდებით მდივანზე, ის აუცილებლად უნდა მოგიწვეთ გვერდით, ან სულაც თავი დაგადოთ ფეხზე. შხაპის მისაღებად შეხვალთ, ის კარს მიღმა დაწვება და მძიმედ ისუნთქებს, სანამ არ გამოხვალთ. მათ აქვთ საოცარი ფიზიკური კონტაქტის მოთხოვნილება. თუ სტაფი ყავთ, პირადი სივრცე დაივიწყეთ. ის თქვენი სხეულის გაგრძელება გახდება. და იცით რა, ზუსტად ამიტომ უყვართ ისინი ასე ძალიან. ის მარტო არასდროს დაგტოვებთ. დავუბრუნდეთ სერიოზულ თემას. არის თუ არა ის საშიში? აქ უნდა გაუმიჯნოთ ორი რამ: აგრესია ადამიანის მიმართ და აგრესია ცხოველის მიმართ. მოდი დავიწყოთ ადამიანით. როგორც ვთქვით, ადამიანის მიმართ აგრესია სტაფს გენეტიკურ დონეზე აქვს ამოღებული. ამიტომ ის ცუდი მცველია. თუ სახლში ქურდი შემოვა, სტაფი მას სავარაუდოდ სიხარულით შეეგებება და სახესაულო ყავს. მოდი გადავიდეთ ცხოველებზე. აი აქ პრობლემაა. გახსოვდეთ, რომ მისი წარსული ის გლადიატორია და ბევრ სტაფს, ყველას არა, მაგრამ უმეტესობას აქვს აგრესია სხვა ცხოველების მიმართ. განსაკუთრებით, თუ ის ძაღლიც იგივე სქესისაა. პარკში სეირნობისას თუ ვინმე დაუღრინა, სტაფი უკან არ დაიხევს. ის არასდროს გარბის, ის იცავს ბოლომდე. ამიტომ, თუ სტაფის აყვანა გინდათ, მზად უნდა იყოთ ადრეული სოციალიზაციისთვის. ლეკვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ სხვა ძაღლებს, რომ ისწავლოს ემოციების მართვა. მაშ, ვინ არის რეალურად სტაფორდშირის ბულ ტერიერი? ეს არ არის ძაღლი ზარმაცი ხალხისთვის. ეს არ არის ძაღლი, რომელიც ეზოში უნდა დააბათ და დაივიწყოთ. და ეს ნამდვილად არ არის ძაღლი, რომელიც იაფფასიან კვებას გაპატიებთ. მაგრამ თუ თქვენ გჭირდებათ მეგობარი, რომელიც თქვენს გამო ცეცხლში შევა, თუ გჭირდებათ ძაღლი, რომელიც ცუდ ხასიათზე ყოფნისას თავისი ღიმილით ყველაფერს დაგავიწყებთ და თუ მზად ხართ, რომ გყავდეთ 4 ფეხა ჩრდილი, რომელიც წუთითაც არ მოგშორდებათ, მაშინ სტაფი თქვენთვისაა. ეს არის ჯიბის ჰერკულესი, უზარმაზარი სიყვარულით და ფოლადის კუნთებით. თქვენ რას ფიქრობთ? ენდობით თუ არა ძიძა ძაღლის მითს? დატოვებდით მას ბავშვთან? დაგვიწერეთ კომენტარებში. ხოლო, თუ გაინტერესებთ, რომელი ძაღლია რეალურად ყველაზე საშიში სტატისტიკის მიხედვით და ეს პირველი არ არის, გამოიწერეთ არხი. შემდეგ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ნამდვილ გერმანულ ტანკზე. დღეისთვის სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.